ოზურგეთში დღეს მთელი დღის განმავლობაში ძლიერი ქარი ქროდა და წვიმასაც არ გადაუღია. სინოპტიკოსები ოზურგეთში ამინდის გაუარესებას ჯერ კიდევ გუშინ ვარაუდობდნენ. თუმცა დღევანდელ ლაბდას ოზურგეთისთვის მნიშვნელოვანი ზარალი არ მიუყენებია. ბოლო პერიოდში მუნიციპალიტეტში გახშირებული სტიქიების გამო ადგილობრივი ხელისუფლება სამაშველო და შესაბამის სამსახურებთან ერთად პრევენციულ ღონისძიებებს მართავს. ბოლო პერიოდში გახშირებული ნალექების გამო ჩვენი ინფრასტრუქტურის სამსახური ყოველთვის მობილიზებულია, დღევანდელ დღესაც მობილიზებულია. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იქნება ძლიერი შტორმი შავი ზღვის სანაპიროზე. საქმის კურსია ჩაყენებული საანგელო სიტუაციების მართვის სამსახური, პოლიცია და ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულის წუნებული და საფრთხეს მოსახლეობას, რომ იქნება მოსალოდნელია ძლიერი შტორმი. ამდენად ჩვენ ყველაზე მომიღებული გვაქვს, რომ ამას შევხვდეთ მომზადებული. ძირითადი ორიენტირი აღებული გვაქვს სანიაღორი არხების გაწმენდა მოწყობაზე, რომ ეს უხვი ნალექებიდან წარმოშობილი წყალი წყალმა არ შეუქმნას პრობლემები მოსახლეობას და ორიენტირი გვაქვს აღებული საჯარო ინფრასტრუქტურის აღდგენაზე.